Mama uჩვენო, რომელი ხარ სათაშინა, წმინდა იყავს სახელი შენი, მოვედით სუფევა შენი, იყავნება შენი ვითაც სათაშინა ეგრეცა ქვეყანასაზე და პური ჩვენი არსობისა მომეჩვენ დღეს და მომიტევე ჩვენთან ნადევნი ჩვენი, ვითარცა ჩვენ მიუტევებთ თანაბდებთ ამათ ჩვენთა, განუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგა. Paterimon, oentis uranis, agiastic totonomasu, elceto y vasiliasu, genithicto to thelimasu, onsen uranon kepitis gis, ton artonimon ton epiusion, dosimin simeron, kiafesimin teofilemaitaimon, os gemis afiermet sofiletesimon, και μη σεν εγκύσιμας εις πειρασμούν, αλλά ρίσα ημάς από το πονηρού. Δάμε το γένειας το Θεό, ανάλυσα μητεύα, μάμισα γάζισα, γάζισα σουλίσα, ας να μαραβίστα οπονιθιού Αμήν. Φιλοβά ποσοστά. Alleluia.
Amen.
შენთა ცხონდერი შენ დააკურთხე სამკვიდრებელი შენი სავსება ეკლესიისა შენისა დაიცევ წმინდა ხელ მოყარისა საფრისა შენისა შენერებისანი შენი გი ნაცვლად და საფრთა ძალითა შენთა ნუ დამაგდებ ჩვენ მოსავთა შენთა მშვიდობა ისოფელსა მოანიჭე იუდა სულსაესა ჩვენსა და მეუფებასა მისსა და რომელი რამე თუ შენსა შენსა რამე თუ ყოველი მოცემა იკეთილი და ყოველი ნიჭი სრულიზე გარდამოარსა უმავალი შენ მიერ მამისაგან ნათლისა და შენ დადიდებასა და მადლობასა და ყანისემას აღვავლენ მამისა და ძისა და წმინდისა სულისა არც და მარადის და უკუნითი უკუნისამდე შორის მამისა ჩვენისა ნიკოლოზ მიროლუკის მთავარეპისკოპოსისა და პირველ მოქმედისათა წმინდათა შორის მამისა ჩვენისა იოანე ოქროპილისა და რომელსაც ხსენებასა და ლიტურგიას აღვავლენ ჩვენ და წმინდათა და მართალთა მშობელთა ღვთისათა იოაკიმ და ანასითა და ყოველთა წმინდათა შეგვიწყალეს და გვაცხონეს ჩვენ ვით არც ასახი ერხავ და გასმოყვარე ლოცვითა წმინდათა მომათა ჩვენ თათა უფალო იესო ქრისტე ღმერთო ჩვენო შეგვიწყალენ ჩვენ უსტანეს მერხმა დაგლოცოთ ყველას გილოცავთ ჭეშმარიტად შობას ღვთისას შობა ღვთისა არის უდიდესი დღესასწაული ისევე როგორც აღდგომა და დღევანდელი დღე არის ახალი ერა იწყება ახალი ერა თავდება ძველი აღთქმა და იწყება ახალი აღთქმა. აქედან იწყება წელთაღრიცხვის, ჩვენი წელთაღრიცხვის აღთქმა. დღევანდელი დღე მეტად მნიშვნელოვანია ჩვენთვის, კიდევ იმით, რომ დღეს მაცხოვრის შობა განსაკუთრებით უნდა ვილოცოთ ჩვენ ღვთის წინაშე, მაცხოვარში შევვედროთ ჩვენი ერისა, ჩვენი ქვეყნის გამძლიანებისა და მშვიდობისათვის. დღეს ძალიან უჭირს ჩვენს ქვეყანას და აქ ვარ შეკრებილი, ვალდებულნი ვართ უფრო მეტი ლოცვა აღვავლინოთ, მეტად დაუახლოვდეთ ღმერთს.
რათა უფალმა შეისმინოს ჩვენი და ის ცოდვები აახოცოს, რაც ჩვენს ერზეა გადმოსული. მოგახსენებთ ორივე სიტყვით, როგორ იშვა ქრისტემ და რა მნიშვნელობა ჰქონდა მის მოსვლას ამ ქვეყნად, ან რაში იყო საჭირო. პირველ რიგში ღმერთი იშვა სიმდაბლით. აი სიმდაბლით, რომელსაც ჩვენ ვერ შევძლებთ. ესე იგი შემოქმედი იშვა თვითონ შემოქმედების ნაყოფისაგან. ესე იგი ადამიანი, რომელიც შექმნა ღმერთმა, იმ ადამიანთან კვლავ შობა ღმერთი. აი ესეთი დიდი სასწაული მოხდა და რომელიც ჩვენთვის, ჩვენი გონებისათვის მიუწვდომელია ამხელა სიმდაბლე და ამხელა სიყვარული თავისი შემოქმედებისა, რომელიც შექმნა უფალმა და მისი გადარჩენისათვის. ისევე როგორც გამოიდევნა ადამი, მას შემდეგ კვლავ აუწყა უფალმა, კვლავ მისცა საშუალება მონანიებისა და მოწმინებისა და სიმდაბლისა. მაგრამ ჩვენ კვლავ ვაგრძელებთ ჩვენს ასეთ არასწორ ცხოვრებას. უნდა ყოველი ადამიანი შეუდგეთ, ყოველი ადამიანი ცდილობდეთ, რომ დავიბრუნოთ სასუფეველის ძაღლი და შევუბრუნდეთ იმ საწყის, საიდანაც გამოიდევნა ადამი და ევა. ძველ ხმაში ბევრი არის ნახსენები თუ როგორ მოვა უფალი. მაგრამ ებრაელმა ერმა ეს ვერ მიიღო. ებრაელი ერი ელოდებოდა ხსნელის მოსვლას იმ ხსნელს, რომელიც განათავისუფლებდა მათ რომაელთა მონარქისაგან და არ ფიქრობდნენ სულიერ განთავისუფლებაზე, რადგან ესე იგი არ ესმოდა რამდენი მათ სურდათ მხოლოდ ფიზიკური თავისუფლება და ეს ფიზიკური თავისუფლება მიიღწევა სულიერი თავისუფლების შედეგად. როდესაც სულიერად ადამიანი თავისუფალია, იგი ფიზიკურადაც თავისუფლდება. ამდენად ესე იგი წინასწარმეტყველმა მოსემ პირველადვე იხილა, წინასწარ იხილა მაყლოვანში ღვთისმშობლის არსი. ესე იგი ღვთისმშობლის რაობა. მან შეხედა, რომ ბუჩქი არ იწოდა. ბუჩქის არ დაწვა მოასწავეს მარადის ქალწულობას. ესე იგი შობს შვილს და მარადის ქალწული დარჩება. ისევე როგორც ბუჩქს უკიდია ცეცხლი, მაგრამ ის არ იწვევს. აი ეს არის დიდი საიდუმლო და ხმა მოისმა იქიდან მე ვარ ღმერთი მამისა შენისა აბრაამისა, ისააკისა და იაკობისა. ესე იგი იხილა წინასწარ განკრიტა ღვთისმშობელი კრმით, რომელიც განათავისუფლება. ასევე გვაქვს მოცემული ისაია წინასწარმეტყველისგან, რომელიც პირდაპირ ბრძანებს, რომ შვანზე ქალწულმა და უწოდოს მას ემანუილი, რომელიც არის ღმერთი ჩვენთან. ესე იგი ცხებული უფლისა, ესე იგი ღმერთი, განკაცებული ღმერთი. ხოლო როდესაც იშვა უფალი, შეძრწუნდა მთელი ისრაელი. რატომ შეძრწუნდა? და მაგრამ დროს ეროდე მეფობდა, რომელსაც მითვისებული ჰქონდა, ესე იგი არასწორად თავისი მეფობა და თვითონ სხვა ძალებით და სხვა მანქანებით იყო დაპატრონებული, დაუკლებული ამ მეფობას. და როგორც მოგახსენეთ, ებრაელი ელოდა მხსნელს განმათავისუფლებს. და ეს იფიქრა ეროდემ, რომ ნამდვილად ეს ის ცხებულია, რომელიც განათავისუფლებს ეს და მე დავკარგა ამითი ტახტს. ამით ის შეძრწუნდა და ესე იგი ისურვა მისი